მოგესალმებით ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრიდან. ეთერშია სათემო რადიო, რომელიც ფუნქციონირებს გერმანიის მთავრობისა და დივიის საერთაშორისო მხარდაჭერით, პროექტის მისი ხმის ფარგლებში. პროექტის პარტნიორია გერმანული სათემო რადიო Z. პროექტის მისი ხმის ფარგლებში შეიქმნა 12 სათემო რადიო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამ ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენი რადიოს მოსმენა შეგიძლიათ ონლაინ ვებგვერდზე HerVoice-G. ჩვენ კი შევეცდებით შეგიქმნათ სასიამოვნო განწყობა და ერთად გატარებული დრო იყოს დასამახსოვრებელი. თქვენთვის ეთერში მუშაობს ნინო ფატარიძე. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ეთერშია თეთრი კარავი. მე ვარ მსახიობი ეკა ჩხეიძე და თქვენი თხოვნით რამდენიმე გადაცემას მე გავუძღვები. დღეს ორი ძალიან საინტერესო და წარმატებული ქალბატონი გვეყოლება სტუმრად. ისინი თავად გვიამბობენ იმაზე, თუ რა სირთულეების და წინააღმდეგობების გადალახვა დასჭირდათ, რომ საბოლოოდ თავიანთი ნამდვილი ადგილი ეპოვათ ცხოვრებაში. ქალბატონი მარინა და ქალბატონი ნინო არიან დღეს ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით. მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო. აბა რომელი დაიწყებთ? სანამ ჩემს თავზე რამეს ვიტყოდე, ქალბატონო ეკა, მინდა გითხრათ, რომ თქვენი დიდი თაყვანისმცემელი ვარ და მგონის ყველა სპექტაკლი მაქვს ნანახი თქვენი მონაწილეობით. დიდი მადლობა. მე მქვია მარინა, ვარ 46 წლის. ახლა რასაც მოვყვები, ბევრ ქალს აქვს მსგავსი ისტორია, მაგრამ ყველას არ შეუძლია, რომ საკუთარ პრობლემებზე ხმამაღლა ილაპარაკოს. მოკლედ, ცოლად ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანს გავყევი. რაც 25 წლის წინ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. რა თქმა უნდა, ძნელია კარგი ოჯახის შექმნა ადამიანთან, რომელსაც ნორმალურად არც კი იცნობ, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი, კარგი ურთიერთობა გქონოდა. უბრალოდ, როდესაც მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი არ ქონდა, ყველაფერს წერტილი დავუსვი და გავშორდი. ეს ნაბიჯი ჩემმა ოჯახმა ძალიან მტკივნეულად მიიღო. ეხლა წარმოიდგინეთ, ტრადიციულ პატარა ქალაქში ცხოვრობ და ქმარს გაშორებული შვილი უკან გიბრუნდება, თანაც პატარა ბავშვით. წარმომიდგენია. ამ დროს შეიძლება დაუმსახურებელი ტალახიც გესროლონ, გაგლანძღონ და ასეც იყო სხვათა შორის. როცა ჩემი ბავშვობის მეგობრებთან, ჩემს კლასელებთან ისევ მომინდა აქტიური ურთიერთობის გაგრძელება, მათგანაც კი რაღაც დისტანცია ვიგრძენი. მე კი ჩემი ყურით გავიგონე ერთ-ერთის დედისგან, მაგასთან ერთად თუ ივლი ქუჩაში, რასაც მაგაზე ამბობს ხალხი, შენზეც იგივე სიტყვიანო. ამის მერე მე თვითონ ვთქვი უარი მათთან მეგობრობაზე. შეიძლება მეც ჩავერთვები რაღაც გამახსენდა. კი, აბა რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. სკოლაში მეც მწარედ მახსოვს, ახლა კი მეცინება, მაგრამ ერთი ხუთოსანი კლასელი ყავდა ყველასთვის სამაგალითო. ყველა დაფაზე მისი სურათი ეკიდე დიდი ბაფთით და ხელში წიგნებით. ისე ცოტა კი მშურდა, მაგრამ მეგობრობდი და ძალიან მიყვარდა და ერთ დღესაც მეუნება ჩემთან მეგობრობა თუ გინდა 4-ოსანი მაინც უნდა იყოო და 3-ოსანთან მოკლედ ვეღარ ვიმეგობრებო. მერე რამდენი წლის იყავი? რა ვიცი, ესე 10-11-ის ვიქნებოდი. იზღამე თეთრად გავათენე ფიქრებში. პირველად იყო რომ რაღაცაზე ვიდარდე და ბევრი ვიფიქრე. მეორე დილას კი დედაჩემს ვუთხარი, მათემატიკაში ძალიან ჩამოვრჩი და დახმარება მჭირდება მეთქი. იმავე საღამოს გამაქარნა ჩემს მათემატიკოს ნათლიასთან და ბევრი რომ არ გავაგრძელო, წლის ბოლოს უკვე ყველა საგანში ფრიადები მყავდა. ჩვენ დროს ხომ გახსოვთ, 5-ბალიანი სისტემა იყო, მოკლედ მეც 5-ოსანი გავხდი. ყოჩა. და მე ისევ გააგრძელა 5-ოსანმა თქვენთან მეგობრობა? არა, მე აღარ მომინდა. ისე ვინიცის, იქნებ ზოგჯერ ასეთი ადამიანები იმიტომ გვხვდება ჩვენი ცხოვრების გზაზე, რომ უკეთესობისკენ შევიცვალოთ.
კი, არის მაგაში რაღაც ჭეშმარიტება. ბოდიში რა რო ჩაგეჭერით. არა, პირიქით, ძალიან საინტერესო რაღაც მოყევით. ვაგრძელებ ჩემს ისტორიას. მოკლედ, დავბრუნდი ჩემს მშობლებთან და ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ საკუთარი ბედნიერებისთვის ბოლომდე მებრძოლა. პირველ რიგში კი ჩემი შვილისთვის, რა თქმა უნდა, რადგან მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ბედნიერი და მომღიმარი დედა. ნამდვილად ასეა გეთანხმებით. ცხოვრებაში ჩვენ რაც არ უნდა რთული პერიოდი გქონდეს, ამის გამო ბავშვები არ უნდა დავთრგუნოთ და დავაკომპლექსოთ. მალე ჩვენს პატარა ქალაქში ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით ჯერ კომპიუტერის შემსწავლელი კურსები გაიხსნა და რა თქმა უნდა პირველი მე ჩავეწერე. მერე კი სხვათა შორის ამერიკიდან მოწვეული ქალბატონი ქვილთის შექმნის ხელოვნებას ასწავლიდა და იქაც გავწევრიანდი. თან მთხოვე თუ შეიძლება ჩემი შვილიც რომ ვატარო წყნარი ბავშვია და არ შეგაწუხებთ მეთქი. არ მინდოდა მოწყენილი მჯდარი იყო სახლში ჩემს ბოლოდინში. რას ქვია შემაწუხებსო, აუცილებლად მოიყვანეო. რას ვიფიქრებდი რომ ქალბატონი მარჯი ჩემი 6 წლის გოგონასაც დააწყებინებდა ქვილთის კეთებას. ისეთი სიყვარულით უხსნიდა, როგორ უნდა შეეკერა ნაკუწებისგან პატარ-პატარა რაღაც გადასაფარებლები, ისეთი კარგი იყო, ისეთი რუდუნებით, რომ ჯგუფში 6 ქალი ვიყავით და ჩემმა პატარამ ყველაზე მალე აუღო ალყო. თავიდან ჩვენი ნამუშევრების რეალიზაციაში ყოველს ქალბატონი მარჯი გვეხმარებოდა, მერე კი ინტერნეტში ჩემი გვერდი გავაკეთე, შეკვეთებით წამოვიდა. ძირითადად უცხოელები ინტერესდებოდნენ და მას მერე 20 წელზე მეტი გავიდა და დღეს უკვე მე და ჩემს ქალიშვილს დედაქალაქში ჩვენი სახელოსნოც გვაქვს და ბინაც ვიყიდეთ, რა თქმა უნდა. ჩემი ისტორია იმიტომ მოგიყევით, რომ გაგამხნევოთ ყველა ის ქალი, რომელსაც უხეირო ქმარი ყავს და მასთან დაცილების და დამოუკიდებლად ცხოვრების ეშინია. ნუ გეშინიათ ქალებო, ნუ გეშინიათ. იყავით თამამები და ისწავლეთ. ერთ ადგილას ნუ გაჩერდებით. აი დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის შეძლებთ თქვენი ცხოვრების შეცვლას უკეთესობისკენ. მე ახლა თავად ვასწავლი ქვილთის შექმნის ხელოვნებას და მაქვს ფასიანი ჯგუფები. მაგრამ ყველა ჯგუფში 2 უფასო ადგილი მაქვს, რომ სხვებსაც, ვისაც ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, შევასწავლო ის საქმე, რამაც მე გადამარჩინა და მერე კი წარმატებაც მომიტანა. ჩემს კოორდინატებს თეთრ კარავში ვტოვებ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა საინტერესო ისტორიისთვის. მე ერთი კვირით გემშვიდობებით ძვირფასო მსმენელებო და იმედია ისევ შევხვდებით ერთმანეთს ახალი ამბებით და საინტერესო თემებით. მომავალ შეხვედრამდე.